მოგესალმებით, მე ვარ სოფი ხოჯავა, გელოშვილი პერფორმანსის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მფლობელი. ბლოგი ნომერი 3, რომელიც მიეკუთვნება თუ როგორ ავაწყო 46 დრიფტ კარად, იმისთვის, რომ ასევე წავიდეთ საზღვარგარეთ საასპარეზო და არა მარტო საქართველოში ვიასპარეზო. ეს ახლა რასაც თქვენ კადრში ხედავთ, ეს არის ვაისვაბი, ეს არის ნებისმიერი დრიფტერის ოცნება და ის ადამიანიც კი შეაფასებს და დააფასებს ამას, ვისაც კი ოდნავ შეხება ქონია დრიფტთან და იცის რა არის ეს. ეს არის გიტარები, ყველაზე მაგარი მოხვევის კუთხის გაზრდის სისტემა მსოფლიოში, რაც კი გამოსულა მთელი ფორმულა დრიფტი, დრიფტ, ისე რა ქვია, დრიფტ Queen, King Europe, ასევე იაპონელები და RDS, რუსეთი, ყველა სრიალებს ამ მოხვევის კუთხით. კონკრეტულად ეს შევიძინე მე ჩემი მანქანისთვის, E46-ისთვის, ოღონდ არა M-ისთვის, იმიტომ რომ იქაც არის განსხვავება E46 ჩვეულებრივი, M-ისთვის, სხვადასხვანაირი რაღაც camber plate-ებში არის როგორც ვიცი სხვაობა და ეს კიტი არის ფორმულა დრიფტისთვის სპეციალურად განკუთვნილი. არის ფანტასტიკური იმ თვალსაზრისით, რომ დგება პირდაპირ, ჩაშკებს გადაკეთება არ ჭირდება, დგება პირდაპირ, ანუ ერთადერთი ჩაშკაზე პატარა ნახრეთის გაკეთება არის საჭირო, რომ დააყენოთ მთლიანად ეს მოხვევის კუთხე გაზარდოთ და დანარჩენი მეტი არაფერი, რასაც ახლა ცოტა ხანში გაჩვენებთ უშუალოდ ჩემ მანქანაზე, რაც გაკეთდა. ამ კიტს მე არ ვაყენებ ჯერ, იმიტომ რომ ადგილზე რომ შეიძინოთ, თქვა ფორმულა დრიფტის ლოგითია ის ვაისვაბი, ღირს 1700 евро და დამეთანხმებით ძალიან ძვირია იმისთვის, რომ თქვა საქართველოში რამე რო გაგიფუჭდეს ამაზე, მართლა შარში ხარ და მოგიწევს ისევ 1700 ევროსი ან ცალ-ცალკე დეტალების შეძენა, რაც ასევე ძალიან ძვირი არის რა. მას მოყვა აი ესეთი გადამყვანი, აი ეს ნაკანიჩნიკი. ვაფშე სხვა მექანიზმზე არის, ტულკებზე არის, არ არის ჩვეულებრივი, ძალიან განსხვავდება. ასევე იმის პაპიტკაც მქონდა, ცთა მქონდა იმისი, რომ დამეკოპირებინა და თქვა კოპიაზე მე არა, მაგრამ გამორიცხულია. ერთადერთი ქარხანა, სადაც შეიძლება ამის დაკოპირება, სადაც მივიტანე, არ დავასახელებ მაგ ქარხანას. იმათმა თქვეს 6000 ლარი, რაც იდეაში რო ვიყიდე, იმაზე ძვირი არის და ანუ ამის კოპიის გაკეთება საქართველოში ვერ მოხდება სხვანაირად. სამწუხაროდ არა და ძალიან მაგრად მინდოდა ამის კოპიების გამეკეთებინა კოპიები და იმეებით მესრიალა, მაგრამ არაო. ამას დავაყენებ მე უშუალოდ, როდესაც უკვე მოვემზადები ევროპაში საასპარეზო წასასვლელად, ერთი თვით ადრე, რომ მოვერგო თვითონ ამ მექანიზმს. მანამდე კი ვაისვაბიდან ერთადერთი რაც დადგა ჩემ მანქანაზე ეს იყო ზედა ჩაშკები. მაგასაც განახებთ. აი ჩემი ხულიგანკა. სხვათა შორის ეს მანქანა თქვი კიდევაც ჩემ შულს ვაჩუქე, მაგრამ გამოჩნდა ერთი კარგი ვარიანტი, რომ ვიყიდოთ თქვა E36 და მაგიტო ვყიდი ამ მანქანასაც და ბევრ რაღაც ნაწილებს, აი მაგალითად სტოკ ძრავს, ამ ტურბინას რაც ჩემ მანქანაზე ეყენა და ბევრ საინტერესო რაღაცებს ვაყოლებ ამ მანქანას და სულ ღირს ეს თავიდან ბოლომდე ჯამში თავის კოლექტორიანად $1300 რაც ძალიან იაფია იმ ადამიანისთვის, ვინც რაღაცა სტარტაპისთვის იწყებს დრიფტის სწავლას და არ ვიცი, იმედია გაიყიდება. იმიტომ რომ ჩემ შულს უნდა აუწყო მე კიდე ახალი მანქანა. ვაისვაბის camber plate-ებზე გადავალ ცოტა ხანში, ამასობაში მინდა ვთქვა, რომ ამ მანქანაზე სრულიად არ ვიყავი მზად და არც ვაპირებდი, რომ თქვა უკანა სავალ ნაწილს შევუცვლიდით. მაგრამ ჩემმა მეუღლემ გიორგი გელაშვილმა ესეთი ძალიან მაგარი საჩუქარი გამიკეთა, უკანა მთლიანი ხადავო იმაჩუქა E46 M-ის და ბალკიან, ყუმბარიან, გიტარიან, აპორნიან, სუპორტიან, თავიდან ბოლომდე ეხლა დგას ჩემი მანქანა E46-ის M3-ის ხადავოიზე, რაც ძალიან მაგარია, იმიტომ რომ გაცილებით გამძლეა, თან თვითონ ხიდი უკვე თავისთავად ბლოკირებულია და ჩადუღება არ მომიწევს, თუმცა სიმართლე მოგითხრათ, ვეღარ გავარჩიე, ჩადუღებული მირჩევნია თუ ჩვეულებრივი ბლოკირება, იმიტომ რომ როდესაც ჩვეულებრივი ბლოკირება ფუჭდება, თითქმის ვერ გაიგებ, მაზავს თავიდან და შეიძლება შეჯიბრზე დაგემართოს ეგეთი რაღაცა, რომ აი ბრაღ გამაზავს, ზოგჯერ დაბლოკავს, ზოგჯერ გამაზავს და აი ეგ მინუსი აქვს. ჩადუღებულ შემთხვევაში იცი, როცა თქვა გაგიფუჭდება ხიდი და ნუ გაჩერდები ფიზიკურად, ვერ გააგრძელებ შეჯიბრზე. მქონია ერთხელ შეჯიბრზე
რეკორდი რო დავამყარე 165 კმ/სთ რომ მოვწყდი fastest drive-ზე, მაშინ მქონდა ბლოკირება თურმე გაფუჭებული და არ ვიცოდი და რო არ წყდებოდა მანქანა ზანოში არ დგებოდა, გაბრაზებულ გულზე გავექანე და იმიტომაც მოვწყდი მახელა სიჩქარეზე. მაშინ მაინც დადგა ასე თუ ისე, მაგრამ მაინც გასწორდა. ძალიან რთულია ეგ რო დააბალანსო, ასე რომ არ ვიცი. ჯერჯერობით ალბათ ვივლი ემის ჩვეულებრივ ბლოკირებული ხიდით, მაგრამ ნახოთ რა შეიძლება მე ჩადუღდეს კიდევაც. ასევე რაც უკანა ხადავოიზე მინდა თქვა, რომ ტულკები თავიდან ბოლომდე ბალკაზე გაჩარხა იკატოკას ვეძახი იკა არის ელიაოზე მუშაობს ჩვენი მეგობარი არის, რომელიც ძალიან მაგარ რაღაც ნაწილებს ჩარხავს, სპეციალური წითელი მასალისგან, სულ მავიწყდება მაგ მასალას რა ქვია, პოლუეთილენი თუ რაღაცა ეგეთი ქვია. მოკლედ, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ბალკისა ეს ტულკები ყველაფერი იქნება საუკუნოვანი და თუ ძალიან არ დაამტვრია მანქანა, არაფერი არ მოუვა და არ მოგიწევთ, არ დაჯდება არაფერი და არ მოგიწევთ ხშირად ცვლა. ასევე ყუმბარები რაც ამ მანქანაზე დგას, რა თქმა უნდა, ემისარი, მაგრამ მოდიფიცირებული არის გელოშვილი პერფორმანსის მიერ, რომ მეტ ძალაზე და დატვირთვაზე გაუძლოს მანქანამ და ყუმბარები გამოგეხსენებათ ჩვენ 46-ზე, როდესაც გამოდიოდა, იქ დაგანახებთ, დრაგზე, თავდაპირველად ყუმბარების პრობლემა ქონდა რაღაც გარკვეულ ცხენებზე. მერე შევიძინეთ არასტოკი, არამედ უნივერსალური ძალიან მაგარი ყუმბარები ამერიკაში და ამაზე მოდიფიცირებული ყუმბარები რაც ეყენა, ისიც მაჩუქა ჩემო მეუღლემ მე და თვითონ გააძლიერა ეგ ყუმბარები, რომ საშუალება მექნება, რომ შედარებით მეც ცხენებზე ვისრიალო და ყუმბარებს ვალვები არ მოუვა. რა ძალიან მიხარია. ასევე რაც გადმოვიტანეთ ჩემი ხულიგანკიდან, ეს არის ფლანეცებით გადმოტანილია. ეხლა რამდენად გამოჩნდება? მოკლედ 5 სანტიმეტრით არის გამოწეული უკანა თვალი. ალბათ შეამჩნევთ. საკაიფოდ გამოვიდა. და დადგა მანქანა თავიდან ბოლომდე პადვესკაზე. ამასთანავე სურათი დავაშიარა ჩემი პადვესკის, ეს არის ტეინის რეგულირებადი კოილოვერები, წინაც და უკანაც, რომელსაც იყო ლეგასის და რომელსაც გადაკეთება დაჭირდა, ანუ გადავაკეთეთ, გავჩარხეთ ქვედა ნაწილი, რომ დამდგარიყო, მორგებული იყო თვითონ უშუალოდ მანქანაზე, მაგრამ რაც თავარია, დადგა თავიდან ბოლომდე და ეს დამიყენეს ჩემო უსაყვარლესად სოსოიკამ და ხმალამ. როდესაც მე ვისვენებდი და ესეთი ბოროტი ადამიანი ვარ, ისინი ჩემ მანქანას აწყობდნენ. და უდიდესი მადლობა მინდა ვთქვა ამ სამ უსაყვარლეს ადამიანს, ჩემთვის რომ ესე დამეხმარნენ ამ თლიანით მანქანა პადვესკაზე, რომ დამდგარიყო, როდესაც მე წასული ვიყავი საზღვარ გარეთ. ჩემ პადვესკას, რომელიც დგას თვითონ უშუალოდ ახლა ამ მანქანაზე, არის რეგულირებადი და ყველაზე მაგარი რაც არის ელექტრონულად რეგულირებადი. ახლა გიორგი ცოტა ხანში ელექტროობას რო დაიწყებს, გამომიყვან სპეციალური მართვის ბლოკი მოყვება მას და დადგება სალონში და სალონიდან შევძლებ ამორტიზატორების სიხისტის მართვას, რაც აი დამეთანხმებით ალბათ უმაგრესი არის ჩემთვის და ზოგადად, როდესაც მართავ სალონიდან ყველაფერს და იმას სიხისტეს დარეგულირებ, აი იქნება ძალიან მაგარი. და ვაფშე ზოგადად ეგეთი კნოპაჩკა რაღაცეები მე მაგრად მიყვარს. გადმოვინაცვლეთ შიგნით. მანამდე გითხარით, რომ Wisefab-ის ერთადერთი რაც დავაყენე, ეს არის დედა camber plate-ები. და ისიც გითხარით, რომ პატარა დირაჭკის გაკეთება არის საჭირო. აი აგერ კადრში ხედავთ, მაქსიმუმ აი ესეთი დიამეტრის მქონე დირაჭკა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ სტოკი Wisefab-ის camber-ები დააყენოთ და არის ძალიან მარტივი, პირდაპირ plug and play არის. Plug and play კომპიუტერულ მოწყობილობაზე ითქვება, მაგრამ ჩემთვის ესეც plug and play არის. ეს თქო მანქანა გავა. სოსოს უხდება ეს მანქანა. ხო, ორი სიტყვით მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გვყავს არაერთხელ მიხსენებია უსაყვარლესი ადამიანი სოსო და იკა. ესენი არიან ხელოსნები სავალ ნაწილზე, რომლებიც არიან უმაგრესი ადამიანები და აკეთებენ ყველაფერს იდეალურად. მთელი კომპაქტები რაც კი ვიცი, აბსოლუტურად რაც კი დადის, უმრავლესობა ყველა ჩვენთან დადის და არა მარტო კომპაქტები, თუ რაღაცა 3-4 დისკიანსებელია გაგვდასაყენებელი, თქვენ შეგიძლიათ თავისუფლად მოხვიდეთ ჩვენთან სერვისში და
სოსო და იკა სავალ ნაწილზე მოგხედავთ თავისუფლად და დაგეხმარებათ ამაში ყველაფერში. ეს პატარა რეკლამა ჩართვა იყო, იმიტომ რომ მაინც ხმაურობდა მანქანა. ხო, გავაგრძელებ ვაისვაბზე. ვაისვაბის დაყენების შემთხვევაში მარტო ამ დირაჯკის გაკეთება გიწევდა, მეტი არაფერი. ხმალას დამსახურებით ხმალამ აიღო მაყიდინა ლისიჩკის გიტარები წინა გადააყვა ერთმანეთზე ცაპკა გადააკეთა, ასევე იკატოკასთან ჩაპრესა, რაც კი იყო საჭირო, რო ჩაეპრესა. ასევე სამომავლოდ არ გამიჩნდეს პრობლემები და არ იყოს საცვლელი რაღაც თულკა-მულკა და რაღაცეები, რაც ხშირად ამორტიზირებადი არის და დადგა ესეთი ჩემი მოხვევის კუთხეც. ეხლა განახებთ წინიდან როგორი ტიპია. ეხლა ჯერ გაშლილია, იმიტომ რომ არ წამიყვანია ვაფშე ხარჯენია რაზვალი, არაფერი არ გამისწორებია. და რო წავალ და გავასწორებ და იმედია ყველაფერი რიგზე იქნება, მე უკვე ტესტირების რეჟიმში გადავალ და ვნახავ დახრები როგორ მუშაობს, რანაირად და ამ ამორტიზატორებსაც გავტესტავ, დგას თუ არა და ღირს თუ არა ეს სტეინის ამორტიზატორები ვაფშე სამომავლოდ შევიძინო და მქონდეს, ვთქვათ, მინიცობა და დამიზიანდება. და ვნახოთ რა გამოვა. ესეთი ამბები. გუშინ ღამე ჩამოვედით ჯემფესტიდან, დღეს უკვე გიორგი მახადა ჩემ მანქანას კაპოტი. დაიწყო უკვე გაკეთება ელექტროობის და არა მარტო, ჩემი ტურბინა აგერ არის. ეს არის ჩემი ძველი ტურბინა და სურათიც დავდე ამას წინათ, რომ ახალი ტურბინა ჩამომივიდა. ვაყენებთ ახალ ტურბინას, კოლექტორი იქნა გადაკეთებული, სხვათა შორის ამაზეც მინდოდა მეთქვა. ძალიან ლამაზი და ძალიან კარგი ხელობით და საკმაოდ ხარისხიანად იქნა ესე რა ვქვა, გამოშვები კოლექტორი გაკეთებული ალეკოსთან. ვარ კეთილში, სერვისში. ძირითადად კოლექტორებს, როდესაც პროექტი არის, ვაწყობთ ხოლმე ჩვენით, ან მაქსიმუმ ლევანი მალარები გვეხმარებიან ხოლმე. და სხვაგან არ გაგვიკეთებია თითქმის არსად არაფერი. ეს პირველი ექსპერიმენტი იყო, რომ თქვა სხვას გაეკეთებინა ჩვენთვის კოლექტორი, იმიტომ რომ ფიზიკურად დროის არ ქონის გამო ძალიან გვიღირს გელაშვილი პერფორმანს, რომ ვეთანამშრომლოთ გარკვეულ კომპანიებს ან პირებს და აი მაგალითად თქვა კოლექტორის შემთხვევაში, ეხა ტურბინა ცოტა დგება და უკვე ხოძე რო ვიქნები, გაიტესტება თუ როგორ მუშაობს ეს კოლექტორი, მაგრამ ნაკეთობა არის მშვენიერი და ძალიან დიდ რეკომენდაციას გავუწევ მე ამ ბიჭებს, რომ თუ კოლექტორის აწყობა სამომავლოდ დაგჭირდებათ, შეგიძლიათ მათ მიმართოთ. ძირითადად ეს ბიჭები არიან ორიენტირებული Mercedes კოლექტორებს აკეთებენ, მაგრამ პრეცედენტი დაუშვეს და გააკეთეს ჩემ BMW-ზეც, რაც საკმაოდ ძალიან კარგი გამოუვიდათ. ნახოთ უკვე ტურბინის დაყენების შემთხვევაში და წნევაზე რო გავალ, შოუები ძალიან კარგია და დარწმუნებული ვარ, არც ერთ შოუსში პირს არ გახსნის და არც გააპარებს და არაფერი, მაგრამ რა თქმა უნდა ტესტირება ამასაც სჭირდება, როგორც პადუეს კასაც და აბსოლუტურად ყველაფერს. მერე სალონში ჯერ არაფერი არ ხდება ისეთი. მგონი წინ ყველაფერი ვთქვი, ხო? ალბათ. სალონში ჯერჯერობით არაფერი არ ხდება. ერთადერთი რა ძალიან გამიხარდა, ასევე ჩამომივიდა ჩემი ორი სიდენია, რომელიც ცოტა ხანში უკვე დადგება. და უკვე შევძლებ აქ ესეთი მილი არის აქ დასადუღებელი, რომელზეც შიგნით მილი უნდა დადუღდეს, რომელზეც რემნები იქნება დაჭიმული. მაგის გაკეთებას და დასრულებას შემიძლია უკვე ძალიან მალე და ყველაზე საინტერესო ვიზუალის მხრივ, რაც დაიწყება ხვალიდან 8 მმ-იანი ან 1 სმ-იანი სისქის ისე რა ქვია, ლისტი უნდა ვიყიდო მეტალის და უკვე დავიწყო კრილოების დადუტვა. ასევე ვარ კეთილში ალეკოს ვკითხე მე ეს კრილოები როგორ და რანაირად დამიჯდება, მაგრამ ის ვიცი რომ საკმაოდ ზვირი ღირს, ეს ნამდვილად იაფი არ ღირს, წესიათ გააკეთო და დადუტო კრილოები. უბრალოდ ამ შემთხვევაში მე პროსტო ფული გამომელია, იმიტომ რომ ძალიან ბევრ რაღაცა შევიძინე, ძალიან ბევრ რაღაცა არ ეტყობა მანქანას, რაც დავახარჯე, მაგრამ მანქანა უკვე ასულია. მიუხედავად იმისა, რომ ხულიგანკიდან გადმოვდგი ძრავი, მანქანა ასულია უკვე $10,000-ზე, ანუ პროექტი უკვე ზის $10,000 და ჯერ ნახადუც არ არის და პლუს ძრავზე მე ფული არ დამიხარჯია, თქვენც კარგად იცით, რომ გადმოვიტანე ხულიგანკიდან. ერთადერთი რაშიც ფული დაიხარჯა, ეს იყო ტურბო შეძენილი. და მეტი არაფერი და მანქანა ზის უკვე ამდენი ამხელა თანხა, მაგრამ დამეთანხმებით რომ ვაისვაფს რო შეიძენ მარტო ნახევარი
თანხა მიდის მაქედან. მანქანის ფაზზე რო აღარ ვთქვათ, რომელიც ბიჭმა, რომელმაც მომყიდა ჩათვალეთ მაჩუქა $2000. ხვალიდან ესე იგი ჩემთან სერვისში არიან ბიჭები, რომლებიც მეტალზე მუშაობენ, ასევე მალარები, სხვათა შორის მალარებს ჩემი ემის წინა და უკანაში ტოკი შევაღებინე და ძალიან კარგად ჩალიჩობენ, ძალიან სუფთად შემიღებდეს და ძალიან კმაყოფილი ვარ. ასე რომ ხვალ უკვე კრილოების დადუტვას დავიწყებ, გამოვწევთ წინა და უკანა კრილოებს. ქვევით ეს პლასმას კარნიზები არ მიყვარს სასტიკად. აი ესენი და აი შანსი არის რომ გაძლოს ერთ დარტყმაში ეგრევე მოკვდება და გაიქცევა სადღაც და მაგასაც მეტალის ნარაშივანიას გავუკეთებ როგორც ხულიგანკაზე მქონდა და კიდე ვერ ვიტან კანტებს. ნუ კანტები მიყვარს სტოკ მანქანებზე, აი თქვა ჩემემს დაუტოვე და არ ვერჩი და აი ამ დრიფტ ქარებზე არ მიყვარს კანტები და თან ჩემო უსაყვარლესო მეგობარმა თამომ უნდა მომიხატოს ეს მანქანა და ეხლა აი ამ დღეებში ყველაფერი უნდა გავაკეთო და გიჟივით უნდა ვიმუშაოთ ყველამ ერთად, რომ ეს მანქანა უკვე ვიძე კრილოები რაღაცები გამოვდუტოთ, ეს კანტის მხარე, აი ეს ქვედა ნაწილი შეივსოს გაჯით, რომ თამოს კონდეს სამუშაო ზონა, რომ მან მომიხატოს თლიანი მანქანა. ვფიქრობ, სურპრიზად დავტოვოთ თუ არ დავტოვოთ, თვითონ თემატიკა თუ რა თემაში იქნება ეს მანქანა, მაგრამ ალბათ არ დავტოვებ, უფრო საინტერესო იქნება თქვენთვის თემა გაგიმხილოთ, თუ რა თემატიკით იქნება ვიზუალურად გაფორმებული და ეს იქნება Black Angel, ანუ შავი ანგელოზი. ესე იგი, მაგარი სასაცილო გადასვლა გამომივიდა, ჯერ ხულიგანკი დავიწყე დათუნიებით ვარდისფერი. მე თამომ უკვე მანქანა ნახევრად ნაჭამი რო იყო, მთხოვა რომ იქნებო აღარაფერი არ ეტყობაო და მოდი ხელახლა მოვხატოთ და ესეთი ამ ორიგინალური იყო, უკვე დამტროულ მანქანასთან თემატიკაში ასოცირებული მოხატულობა ქონდა და ეს იქნება უკვე თავიდან ბოლომდე შავი ბოროტი ანგელოზი, რომელიც რაღაცა ძალიან საინტერესო უნდა გამოვიდეს, საერთობლივი პროექტი თამონზის და გელაშვილი პერფორმანსის. და ვნახოთ, იმედია ყველას მოგეწონებათ ეს თემატიკა, რაც ამჯერად მე ჩემ ახალ მანქანაზე ავირჩია. თუ რამე კითხვა გექნებათ ჩემ მანქანასთან დაკავშირებით, ან პროექტთან დაკავშირებით, ან რამე კითხვები დაგებადებათ, ან შევისახით რაღაცას მოიფიქრებთ, რომ მირჩიოთ და რამე საინტერესო იდეები მოგივათ, ყოველთვის მზად ვარ მოგისმინოთ, გაგცეთ პასუხები, ოღონდ რაღაცა ისეთ საფუძვლიან კითხვებზე და არა რა მანქანა ვიყიდო და ჩეკი ანთო და რატომ ინთებს ჩეკს და ბენზინი დამეხარ ესე გამითავდა და საჩავასხა ბენზინი. ეგეთ კითხვებზე პროსტა არ მომწეროთ, დავიღალე და ახარ შემიძლია. რამე ისეთ საინტერესო კითხვები, საინტერესო მოსაზრებები და თქვენი აზრები. დაასაბსკრაიბეთ ჩვენი YouTube გვერდი, აუცილებლად მოიწონეთ გელაშვილი პერფორმანსის პეიჯი, ასევე მე მაქვს ფან პეიჯი, შეგიძლიათ იქაც დაალაიქოთ, იმიტომ რომ ხშირად ხალხს ვეღარ ვიმატებ მეგობრებში, იმიტომ რომ გადავსებულია. ასე რომ ფან პეიჯზე მირჩევნია რომ დაალაიქოთ, იმიტომ რომ იქაც ვდებ ყოველგვარ სიახლეებს. და ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა იმ ხალხს, ვინც გულშემატკივრობს, ვინც გვერდში მიდგას და სულ მეუთქმელად ელოდება ჩემს სიახლეებს და გვერდში გვიდგას თლიან გუნდს გელაშვილი პერფორმანს და უზარმაზარი მადლობა მინდა გადავხადო იმ ხალხს, ვინც მე მიდგას უშუალოდ გვერდში ამ ძალიან საინტერესო პროექტის საწყობისთვის საქართველოში, რომელიც იბადება და იბადება ესე საინტერესოდ თქვენს თვალ წინ. აბა დროებით და მომდევნო ბლოგი ნომერი 4 იმედია მალე იქნება, რომელიც უკვე შეხებული იქნება ვიზუალის მხრივ და მანქანაც ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დაქოქილი იქნება. დროებით.